დაპირებული პირდაპირ ჩართვა შეერთებული შტატებიდან ჩვენი ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციის სტიქიის ზონიდან. რუსიკო, გამარჯობა. პირველ რიგში გვაინტერესებს ბოლო ამბები, რა ვითარება ამ წუთებში ზოგადად სტიქიის ზონაში და უშუალოდ ვაშინგტონში, სადაც შტორმს ახლა ელოდებიან. საღამშვიდობისა და ამ წუთებში ვაშინგტონში შედარებით სტაბილური მდგომარეობა 2 საათისთვის, დღის 2 საათისთვის სავარაუდოდ აღსდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ შეზღუდული განრიგით იმოქმედებს. ზოგადად სიტუაცია ასეთია, წინასწარი მონაცემებით დაახლოებით ზარალი $20 მილიარდ შეადგენს. ეს არის წინასწარი მონაცემები, რომლიდანაც ნახევარს სადაზღვეო კომპანიები გადაიხდიან. საერთოდ ამ წუთებში მთლიანად შეერთებულ შტატებში 13 შტატს გულისხმობ 6,5 მილიონი ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 258 თავშესაფარია გახსნილი მთლიანად 16 შტატში წითელი ჯვრის ეგიდით და ვითარება ასე თუ ისე ლოკალიზებულია და კოორდინირებულად მიმდინარეობს ყველანაირი გადაადგილება, ევაკუაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს რაც შეეხება მთლიანად ზოგად მონაცემებს. 1 საათის წინ კი ნიუ-იორკის მერი გამოვიდა ბატონი ბლუმბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ ნიუ-იორკში 6110 ადამიანი თავშესაფარში იმყოფება. პრეზიდენტმა ობამამ უკვე მიმართა მოსახლეობას გამოაცხადა პერიოდულად მაიცი რომ მეკითხვას გაგისვავს სტიქიის ზონაში 20,000-მდე ქართველი ცხოვრობს. თუ გაქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაში არიან ისინი, თუ აქვს საქართველოს საელჩოს მათთან კონტაქტი? საელჩოსა და საკონსულოს მონაცემებით არანაირი მსხვერპლი ქართველ ემიგრანტებს შორის არ ფიქსირდება და არ დასტურდება. რამდენად მომზადებული შეხვდა რუსიკო შეერთებული შტატები სტიქიას, რას ამბობენ ანალიტიკოსები, რას წერს მედია, მართალია მსხვერპლი არ არის, მაგრამ იმდენად დიდი, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში ასეთი მასშტაბური შტორმი რომ ყოფილიყო? მინდა გითხრათ, რომ პრესა უკვე პირველ თავის შეფასებას აკეთებს და შედარებას ახდენს 2005 წლის ქარიშხალ კატრინასთან მიმართებაში. შეერთებული შტატები საკმაოდ მობილიზებული და მზადყოფნაში იყო ამ სტიქიისთვის. 3-4 დღით ადრე მუშაობდა აქტიურად წითელი ჯვარი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები და მოსახლეობას აფრთხილებდნენ თუ პირადად, თუ საინფორმაციო საშუალებებით და მინდა გითხრათ, რომ პანიკა თავიდანვე არ იგრძნობოდა მოსახლეობაში. რუსიკო, კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რამდენად იმოქმედებს სტიქია არჩევნებზე, რომელიც 6 დღეში უნდა გაიმართოს. როგორია კანდიდატების შანსები? ჟურნალისტები უკვე წერენ, რომ ეს მოვლენები ბარაკ ობამას აძლევს შანსს, რომ ამორჩეულის წინაშე წარსდგეს როგორც სახელმწიფოს ძლიერი მეთაური. თუმცა მცირე შეცდომაც კი შესაძლოა მას ძვირი დაუჯდეს. წინასწარ რაიმეს დასკვნების გაკეთება ამ წუთებში შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რამდენად ეფექტურად გაართმევენ თავს დემოკრატი მერები და გუბერნატორები პრეზიდენტ ობამას დავალებას სტიქიით დაზარალებულ რაიონებში. დიდი მადლობა. ვაშინგტონიდან ჩვენი კორესპონდენტი რუსუდან წერეთელი საუბრობდა სტიქიის შედეგებზე და კვლავ სტიქია ამერიკაში ქარიშხალის სენდი ამჟამად პენსილვანიისკენ მიემართება. ქარიშხლის დიამეტრი 1000 კილომეტრს აღწევს, ქარის სიჩქარე ეპიცენტრში კი საათში 140 კილომეტრია. მანამდე სენდიმ ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის სანაპირო ზოლს გადაუარა ძლიერმა ქარმა და წვიმამ. მეგაპოლიში, როგორც გითხარით, წყალდიდობა, ტრანსპორტის პარალიზება და უშუქობა გამოიწვია. 100,000-ობით ამერიკელი ამ დრომდე დროებით თავშესაფარში რჩება. ამერიკის უმსხვილესი მეგაპოლისი მოჩვენებების ქალაქს გავს. მანჰეტენის ნაწილი ჩაბნელებულია, დაკეტილია ყველა დაწესებულება, დატბორილია ქუჩები, პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტროსადგურები წყლითაა სავსე. წყლის ნაკადმა გრაუნდ ზიროზე სამშენებლო კონსტრუქციები და მანქანები წალეკა. ქალაქის სანაპირო ზოლში მცხოვრები 375,000-მდე ადამიანი ამ დრომდე დროებით თავშესაფრებში რჩება. ნიუ-იორკის ერთ-ერთი უდიდესი დასახლება ქვინსი კი ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძარმა 50 საცხოვრებელი სახლი ფერფლად აქცია. ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ 200-მდე მეხანძრე მისი ლოკალიზება ვერ მოახერხა. სანამ სტიქია ქალაქს თავს დაატყდებოდა, ნიუ-იორკელებს ქალაქის მერმა მიმართა და მითითებები მისცა. 9-11-ზე მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დარეგეთ. ასევე მინდა გთხოვოთ არ გახვიდეთ გარეთ და ეცადეთ მანქანით არ იმოძრაოთ, რადგანაც ამით სამაშველო ბრიგადებს დაბრკოლება შეუქმნით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.
სერიოზული ნგრევა სტიქიას მანჰეტენზე არ მოყოლია, თუმცა რამდენიმე საგანგებო შემთხვევა დაფიქსირდა. მე-7 ავენიუზე შენობის ფასადი ჩამოინგრა. ცენტრალური პარკის სიახლოვეს კი 90 სართულიანი მშენებარე ცათამბჯენიდან ძლიერმა ქარმა ამ წემოგლიჯა და ჰაერში გადმოგიდა. საგანგებო სიტუაცია შეიქმნა ნიუ-იორკის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ცენტრში. შენობის ქვედა სართული დაიტბორა და გაითიშა ელექტროენერგია. საავადმყოფოდან 260 პაციენტის ევაკუაცია მოხდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა უკვე მეორე დღეა დაკეტილია, რაც 1888 წლის შემდეგ არ მომხდარა. სენდი ნიუ-ჯერსის სანაპირო ზოლს გუშინ საღამოს დაატყდა თავს. კაზინოების ქალაქი ატლანტიკ სიტი თითქმის მთლიანად დატბორილია. ნიუ-ჯერსის რამდენიმე ქალაქი კი ასე გამოიყურება. წინასწარი შეფასებით ზარალი 45 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს კი ვაშინგტონია. სენდის დამანგრეველი ძალა დედაქალაქსაც ეტყობა, თუმცა ვაშინგტონი ნიუ-იორკთან შედარებით ნაკლებად დაზარალდა. ციკლონის გადაადგილებას NASA კოსმოსური სადგურიდან იღებს. სენდი ამჟამად კანადისკენ მიემართება. შეერთებულ შტატებამდე ქარიშხალმა კარიბის ზღვის კუნძულებს გადაუარა, სადაც 70-მდე ადამიანი იმსხვერპლა.